ახლა პრაღა უკვე ევროპული ქალაქი და იცება ესეთი პაგაზის ნახატი შემოგვდა ქალაქში. საინტერესოა ესე გარშემო მოიხედავ. ესეთი ქუჩები და რაღაცა საბჭოთა გავლენა. აი ესე გამოიყურება პრაღის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, სავაჭრო ქუჩა. სპეციალურად მაღაზიებისთვის განკუთვნილი, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, მხოლოდ ადამიანები მოძრაობენ, ფეხით გადაადგილდებიან. სხვადასხვა მაღაზია არის, ფასტაკლებებიც არის კარგი და შესაძლებელი არის აქ შერჩევა. დაიწყო ახალი დღე, დღეს გაგვიმართლა და მზიანი ამინდი გამოვიდა. გადავწყვიტეთ რომ გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა და დილით ადრევე 7 საათზე გამოვედით პრაღის მთავარ მოედანზე, ძველ უბანში, ასე ვთქვათ, Old Square. აქეთ ასტრონომიული საათი, აქეთ ეს ულამაზესი გრანდიოზული ტაძარი, ასე ვთქვათ და აი ესეთი ნაკლები ხალხმრავლობა არის. ნამდვილად კარგი იდეა იყო ამ დროს გამოსვლა, იმიტომ რომ გუშინ იყო, აი ფაქტიურად ფიზიკურად შეუძლებელი იყო აქ მოძრაობა და გადაღება იმდენი ხალხი, ასე რომ როგორც ყველა დიდ ქალაქში ღირსშესანიშნაობების ნახვის შესაძლებლობა თუ გვინდა რომ მოგვეცეს, აუცილებლად დილის საათებში უნდა გავიდეთ ადრე 7-დან 9-მდე მაქსიმუმ. აი ესე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ასტრონომიულ საათთან უკვე ხალხი არის, ეხლა როგორც ხედავ, ხა იქით მივდივარ. მაინც არის ხალხი. ნახეთ რა ხდება. მიდის მაგალითად გადაღება. აი, ასეთი არის. ძველი ქალაქის მოედანი, ეხლა საერთოდ გადმოვდივარ. ძალიან გაგიმართა რომ მზიანი ამინდი არის დღეს. ულამაზესი შენობები, ფაფენილით, ესე მოფენილი და ყველაზე მთავარი, აი ეს ცნობილი ტაძარი, ასე ვთქვათ, პრაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ესეც რამდენიმე საუკუნის ითვლის, მე-15 საუკუნიდან არის ეს ტაძარი. ცნობილი თავისი ორი მეტრიანი გუმბათებით, საიდანაც თითოეული 80 მეტრის სიმაღლის არის. ეთყობა იმის წინ ცოტა ახალი შენობა არის აშენებული და შეხედით ეთყობა ძველი და ახლის შედარებას რომ გააკეთეთ, რომ მართლაც ესეთი ძირძველი და ესეთი ძვირფასი არის. აი ეს გოგოები, ყოჩაღები დილის 7 საათზე სპეციალურად რომ გაიღვიძეს რომ გვენახა ეს სილამაზეები აქ და ესე ვცდილობთ მოკლედ. მოვედით ახლა ამ ცნობილი მოცურავე სახლის, ეგრეთ წოდებული ესეთი შენობასთან. ესეთი უცნაური წერი აქვს, ესეთი გამოსახულება, საინტერესოა. ეს არის
ეხლა აი როგორც ხედავთ, უკან გადაგვეშალა პრაღის ულამაზესი ხედი. მოსულები ვართ პრაღის ციხესიმაგრე, კოშკი, მუზეუმების გაერთიანება, ყველაფერი ერთად, ესეთი კომპლექსი არის, რომელიც ცნობილი არის იმით, რომ არის მსოფლიოში უდიდესი ციხესიმაგრეს კომპლექსი. აქვე ცხოვრობს პრეზიდენტიც, ნახეთ მისი სასახლეს ასეთქას და აი ესეთი ლამაზი გარემო არის გარშემო, ცოტა ისე მოიღრუბლა, მაგრამ არა უშავს მთავარი არის, რომ განწყობა ამაღლებული არის, ულამაზეს ფოტოებს იღებენ ჩვენი ჯგუფის წევრები და ასე სასიამოვნოდ ვატარებთ დღეს. აი ესეთი სილამაზეები გადაიშალა. ხო მოვედით პრაღის მთავარ სასახლესთან. ცნობილი სასახლე თავისი კოშკით, თავისი ეკლესიით, ეხლა რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია და პრაღის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ჩვენ მუზეუმებში უნდა შევიდეთ, აქ მთლიან ტერიტორიაზე, გალერეაში მოვიაროთ, ძალიან ლამაზი არის. To reveal his queen's secret to her jealous husband. Because of that, he was punished. He was tortured almost a week in some kind of medieval jail, and after that, he was thrown off the Charles Bridge down into the river, where he drowned. შობას და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა ვართ შემოსულები პრაღის სასახლის ერთ-ერთ დარბაზში, სადაც აი ეს სამხელა რიგი, ეს სამხელა მოლოდინი, ეს ყველაფერი არის აი ამ გვირგვინის სანახავად. ეს არის ცნობილი მეფის ჩარლზის კარლს მეოთხის გვირგვინი, რომელიც გამოფენილი არის აი ამ სივრცეში. აქ რო შემოსულიყავით ზუსტად 2 საათი ვიდექით რიგში. რატომ არის ეხლა ეს სამხელა რიგი? იმიტომ რომ ეს მეფის გვირგვინი მე-14 საუკუნიდან ყოველთვის არ არის აქ გამოტანილი. მთელი ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში მხოლოდ 15 ჯერ მოხდა რომ ეს გამოიტანეს და ისტორიულად ეს გამოფენა მოაწყეს. ესე რომ ჩვენ შეიძლება ითქვას რომ გაგვიმართა და ამიტომ არის ამდენი ხალხი და ამხელა მოლოდინი. აი ესეთი უსასრულო არის ახლა ეს რიგი. გამოჩნდა როგორც იქნა ეს გვირგვინი. მამაზიკია. აი ესე გამოიყურება. ეს გვირგვინი მამაზესია. დავიწყეთ ჩვენი მესამე დღე. ახლა დღეს გეგმაში გვაქვს რომ მოვინახულოთ ცნობილი კარლის ხიდი, აი მიმართულებით მივდივართ, ამის პარალელური ხიდი არის და გზა და ასეთი ლამაზი ორიგინალური შენობების შენობებს ნახულობთ. ეს მათი მდინარე, ნახე როგორი განიერი, ულამაზესი და აგერ ჩვენი კარლის ხიდიც, განულად Charles Bridge.
აი, ეს არის კიდევ ერთ-ერთი შემდეგი, რომელზეც ჯერათ რომ ხელს თუ შეეხებენ ხელი შეეხებიან, როგორ არის ეს შეცვლილი ფერი. ეხლა მივდივართ ფროიდის ცნობილი ჩამოკიდებული ძეგლის სანახავად, რომელიც არის ეხლა აი ამ ქუჩაზე. ასე მოვედით ეხლა ეს ფიგურა აი ცნობილი ჩამოკიდებული ძეგლი, ნახე რა საინტერესო არის. რაც შეეხება ამ ძეგლის ისტორიას, ესე იგი 96 წელს გაუკეთებიათ ეს, ახალი არის საკმაოდ 20 მეტრის სიმაღლეზე არის ჩამოკიდებული და ასახავს ზიგმუნდ ფროიდის თვითმკვლელობის სცენას. ანუ სავარაუდოდ ის აი ამ ფორმით, ხო, ნუ ცდილობდა თვითმკვლელობას და ესე წარმოიდგინეს წარმოსახვაში ეს მომენტი. აი ესეთი ჭურჭელი შევხვდა. ხო, ბრაღა წერიედენ, ჩვენთან ვიყო ეს არის ესეთი ლამაზი ჭურჭელი. აკეთ. სუვენირები. ობამა გვერდზე. რა? სპაიდერმენი და ობამა. ინტერესო. ნათელი მოეფინა. კი. აი ამ ხალხმრავლობაზე ვლაპარაკობდი ზუსტად იმ დღეს, რომ ჩვენ რო გამოვედით დილით, თითქმის ცარიელი რო იყო, არავინ რო არ იყო და შეხედეთ ახლა უკვე რამდენი ხალხი არის სავსე. ახლა მოვედით კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობასთან, ეს არის ფრანც კაფკას ეს ცნობილი ძეგლი, აი ასე გამოიყურება, რაც 1912 წლის წელსდაწერილი ნოველაში გადმოიცემა, რომ ანუ დაბკოლებებს და შიშებს რომ ებრძვის, სხვადასხვა დაბკოლებებს რომ ებრძვის ცხოვრებაში და ესე არის ახსნილი, რომ მასზე უფროსი ადამიანი ხრებზე ისვავს და პრაღის ბნელ ქუჩებში ესე ხრებზე შემოსმული ატარებს. ისტორიული უბანი არის, აქეთ მხარეს არის სინაგოგა, მოტრიალდები, მეორე მხარეს არის ქრისტიანული ეკლესია. და ამ ორ რელიგიას შორის ხო ზოგადად დაპირისპირება არის და ეს ფრანც კაფკა ამ უბანში ცხოვრობდა, აი ამ ტერიტორიაზე, აქ დადიოდა, ყოველდღე დასეირნობდა და შესაბამისად მისი ძეგლიც გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ დაუდგეს აი აქ. გამოვედით ღამის პრაღის სანახავად.
ბოლო საღამო გვაქვს, გამოვედით პრაღის ღამის სანახავად და ღამის პრაღის სანახავად. ესეთი ლამაზი განათებული ხალხის რაოდენობა მაინც არ წყდება, არ აქვს მნიშვნელობა, დღე არის ღამეა. კარლის ხიდის გადასასვლელთან ესეთი ხალხმრავლობა არის, ესე ლამაზად არის განათებული. ბოლო საღამო გვაქვს და ესეც ღამის პრაღა. ჩამოვედით ვენაში და შემოვედით აი ამ შტეფან პლაცზე, შტეფანის ეკლესიაში. შიგნიდან აი ეს ლამაზად და შთამბეჭდავად გამოიყურება. მესამედ ვარ ვენაში, მაგრამ ეხლა მოხდა რომ პირველად მოხდა რომ შემოვედი შიგნიდან ძალიან მიხარია, ძალიან რომ ესე გამიმართლა. ესეც ცნობილი კარლსკირხე, კარლის ეკლესია, რომელიც აი ესეთი სილამაზით გამოირჩევა განსაკუთრებით ღამე, რომ მისწინდებარე აი ამ პატარა ტბაზე, ასე ვთქვათ, ესეთ ანარეკლს იკეთებს. ლამაზია. ეხლა მოვედით ვოთივ ქირქესთან, რომელიც არის ვენაში ითვლება მეორე ყველაზე ლამაზ ეკლესიად, ასე ვთქვათ, ესეთი გოთიკური, ესეც მე-17 საუკუნის ეკლესია არის. აი ესეთი აღამე განათებული, ულამაზესი, ლამაზი, ფერადი. აი ესე. ხო. ესეც უნდა ეხლა მოვედით ბელვედერის სასახლეში. აი ესე გამოიყურება ეს მთავარი ხედი, წინა ხედი შემოსასვლელთან ახლოს. ყველა სეზონზე რო ულამაზესად აქვთ გაფორმებული და მორთული, ну ეგ თავისთავად როგორ უვლიან და როგორ ზრუნავენ ამ ყველაფერზე. ეხლა მეორე მხარესაც აქვს ულამაზესი ბაღი, იქით გადავალთ, ნახავთ, იქაც გადავიღებთ და შემდეგ უკვე აი ამ სასახლეში, სადაც მთავარი საგამოფენო დარბაზი არის გუსტავ კლიმტის ნახატების, შევალთ და დავათვალიერებთ.